არის თუ არა ვინჩუნი კონტაქტური. გამოვიხილოთ საბრძოლო ხელოვნება ვინჩუნი როგორც საბრძოლო ხელოვნება. საბრძოლო ხელოვნებაში არ გვაქვს არანაირი წესი, არანაირი შეზღუდვა. შესაბამისად ტექნიკის სპეციფიკაც განსხვავებულია. რაც უფრო უხეშია ტექნიკა, მით უფრო ეფექტურია. ეს გამოიხატება შემდეგ მომენტებში. შეგვიძლია მუხში პირდაპირ დავარტყათ, შეგვიძლია პირდაპირ თვალში, ყელში, ყველა მხრიდან კეფის ნაწილში, ზურში. მოკლედ საბრძოლო ხელოვნებაში არანაირი შეზღუდვა არ არის. გამოვიხილოთ შემდეგ მაგალითს. აქ შემიძლია პირდაპირ სუსტ წერტილში სერიული დარტყმა, ვიშლები, აქ შემიძლია თვალში ჩავაჭირო და აქედან მერე გავთავისუფლო. ესე იგი, სავარჯიშოებში ვინჩუნი ზოგჯერ გამოიყურება, თითქოს არ არის კონტაქტური. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ სავარჯიშოში ერთმანეთს ურთქილდებით არაგონივრული იქნებოდა სავარჯიშოებში გამოგვეხატა ის უხეშად, რაც პრაქტიკაში უნდა იყოს. არაგონივრულია ჩვენ სავარჯიშოს შესრულების და სწავლის დროს ერთმანეთს მივაყენოთ გარკვეული ზიანი. თუ სავარჯიშო შემთხვევაში ვამუშავებთ შესვლას, პრაქტიკაში ეს გაცილებით უხეშად გამოიყურება. ჩვენი ბლოკიც უნდა იყოს დამაზიანებელი. ყველა შეხება სასურველია იყოს ზიანის მომდანი. სავარჯიშოს შესრულების დროს ხშირად ხედავთ ესეთ სიტუაციას. დამწყებთა შორის ეს მიდგომა აუცილებელია, რომ ერთმანეთს ზიანი არ მივაყენოთ. რეალურად გაცილებით უხეშად უნდა გამოიყურებოდეს ეს ყველაფერი, ეს დარტყმაც გზახსნილია. ბოლომდე უნდა დავარტყათ. აქაც კაც პირდაპირ არ უჭერთ, არამედ ურტყავთ. იქიდანაც ურტყავთ. ესეც ბოლომდე მიდის ძლიერ. ვინჩუნი პირველ რიგში არის საბრძოლო ხელოვნება, თუმცა ჩვენი კლუბი მრავალი წლის განმავლობაში წარმატებულად იღებს სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას. მე პირადად ვარ ორგის ევროპის ჩემპიონი, ევრაზიის თასის მფლობელი, ლადვარის იპმანის თასის მფლობელი, ევრაზიის თასის მფლობელი და ასე შემდეგ. გამოვიხილავთ ვინჩუნს როგორც სპორტს, აქ უკვე შემოდის წესები და წესები ცვლის კონცეფციას. ანუ ისაგდალული ბილეთები, ყელში დარტყმა, თვალში დარტყმა უკვე აღარ შეიძლება და შესაბამისად ტექნიკა იცვლება. თუმცა ეს ვიდეო ეხება კონტაქტს. ვინჩუნში არის full კონტაქტი, ანუ სრული კონტაქტი, თუმცა ჩვენთვის პირველ რიგში არის უსაფრთხოება და ადამიანის კეთილდღეობა. ჩვენ არ უნდა მივიღოთ ტრავმები, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. და ამიტომ დამწყებთა საყურადღებოდ ვამბობ, ნებისმიერი კონტაქტი ჩვენთან არის ნებაყოფლობითი. ანუ ის მიდგომა არ გვაქვს, რომ ახლა საბრძოლო ხელოვნებაა და სპორტია, თქვენ რაღაც ზიანი უნდა მიიღოთ. სპარინგის დროს წინასწარ ვათანხმებთ, თუ რადონის კონტაქტზე გვექნება მუშაობა, ძალით ვიმუშავებთ. თავიდან რომ ავიცილოთ ტრავმები და ვიყოთ უფრო დაზღვეულები მეტად, ამიტომ გვაქვს ეკიპირება. შემოდის აქ ხელთათმანი, ფეხის დამცავი, კაპი, პლუს ნიჟარა და შლემი. დამწყები სტუდენტები ეტაპობრივად აიმაღლებთ დონეს და სულ უფრო და უფრო უსაფრთხო გახდება თქვენი მუშაობა სპარინგის დროს და მივახტოვდებით full კონტაქტს. მსგავსი მიდგომით ჩვენ უსაფრთხოდ გავდივართ სწავლის პროცესს და შედეგად ვიღებთ რეფლექსებს, ტექნიკის აღქმას და საბოლოო ჯამში გრძნობას.